20 ოქტომბერს 18 საათზე სტუდენტების ნაწილმა განათლების სამინისტროსთან აქცია დაანონსა. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თქვეს, როგორც სტუდენტები ამბობენ, კობახიძის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება. ისინი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოუწოდებენ შეუერთდნენ, რადგან სტუდენტების თქმით, ქართული ოცნების რეჟიმი მათი განათლების და მომავლის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ საგანმანათლებლო სივრცე მუდამ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, ვინაიდან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა ამხელდა მათ. ასია დღესაც. ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ ქართული ოცნების მხილებასა და წინააღმდეგობაში დიდი წვლილი სტუდენტებს, ლექტორებს და მასწავლებლებს მიუძღვით. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ქართული ოცნების რეპრესიების მთავარ სამიზნეს დღეს სწორედ ეს სივრცე წარმოადგენს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მათი რეფორმები მიზნად არ ისახავს საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მიზეზი, რისთვისაც კობახიძემ ეს ცვლილებები დაანონსა, არის ამ სივრცეებში კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება. ჩვენ სტუდენტები ვალდებულნი ვართ დავიცვათ ეს სივრცე, ადგილი, რომელიც გვზრდის და გვაყალიბებს მოქალაქეებად, მისი ინტელექტუალური თუ იდეოლოგიური შინაარსით, ადგილი, რომელიც ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ჩვენი მომავლისთვის. სწორედ ამიტომ ორშაბათს 20 ოქტომბერს 18 საათზე ვაანონსებთ აქციას განათლების სამინისტროსთან და მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებლებს, მათ შორის მათ, ვინც აქამდე არ ყოფილხართ ჩართული წინააღმდეგობაში შემოგვიერთით, რადგან დღეს ქართული ოცნების რეჟიმი ჩვენი განათლების და მომავლის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. გახსოვდეთ, რომ ჩვენი დუმილით ავტორიტარიზმის დამყარების და სამშობლოს მიტოვების თანამონაწილენი ვხდებით.